ერთად მოვემზადოთ მიუზიკლისთვის. თან თვალებზე ალერგია მაქვს და იმედია ძალიან არ მეტყობა, მაგრამ რა არ გეტყობა ლიკა ვისატყუებ. იქნებ იმაში გავიყვანო, რომ აი წითელი ჭრილი მისვია. რა სიტყვით? როგორც ჩანს წამწამებზე დამეწყო ალერგია. მე კიდე ისე მივაჩვია წამწამების დაგრძელებას, რომ წამწამების გარშემო ვეღარ წარმომიდგენია ჩემი თავი. რაც შეეხება დღევანდელ მიუზიკლს, მივდივართ ჩიკაგოზე. ძალიან გვაინტერესებდა დიდი ხნის განმავლობაში და როგორც იქნა ვიყიდეთ ბილეთები და მივდივართ, ვინც ხართ ნამყოფი, დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ და რამდენი ქულით შეაფასებდით ამ მიუზიკლს. თვალები რომ ესე მაქვს, ბევრი რამის დასმას არ ვაპირებ, ამიტომ ძალიან მსუბუქ მაგიარს გავიკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა რომ ძალიან ლამაზად გამზადებულიყავი, მაგრამ არა უშავს. ესეც მოვახერხებთ რამეს. წავისვათ კონტური. სამაგიეროდ ნახეთ თმა როგორ ბზინავს და კანის ბზინავს. ამიტომ პოზიტიურ რამებზე გავაკეთოთ აქცენტი. გუშინ ვიდეო გაგიზიარეთ ბრეკეტებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ მომომწარეთ, რომ თქვენს გაწუხებთ რეტრენირებული ეშვი. რატომაც მეგონა რომ ძალიან იშვიათობა იყო, მაგრამ თურმე არა, უამრავმა თქვენგან მომომწარეთ და რაღაცნაირად კარგად მიგზენი თავი. მართალია უცუდი რამეა, იმიტომ რომ ბევრი წვალება გვიწევს ამის გამოსასწორებლად, მაგრამ კიდევ იმის თქვა მინდოდა რომ ბევრმა დამიწერეთ, აი ესეც როგორც გაგო შენი კბილებიო გიხდებაო, შენი ინდივიდუალიზმი არისო. ძალიან მომწონს ჩემი კბილები, ან წინა კბილები რეალურად ძალიან პატარა მაქვს, ან რობაჭის კბილებს ეძახის ჩემ წინა ორ კბილს, მაგრამ მომწონს და რა თქმა უნდა ეს კბილები არ შეიცვლება, უბრალოდ გადაადგილდება, ანუ ეხლა ცენტრი მაქვს გასასწორებელი, აქეთ არის წამოსული და აქეთ უნდა გამოვწიოთ კბილები, იმიტომ რომ აი ეს პატარა სარძავე კბილი რომ აქვს, ძალიან პატარა ადგილს იკავებს შესაბამისად, როგორც უნდა განვითარებულიყო ძვალი, ის არ განვითარდა და წყობაც შესაბამისად აირია. ხო და ახლა გარემოებები შეიცვალა, რომ გადავიღე რენტგენი, გამოჩნდა რომ აი ესე არის ეს კბილი თუ ესე არის და ჩემ წინა კურდღლის კბილებს როგორც სანდრო ეძახის აწვება, კი არა და ძალიან დიდი ალბათობა არის რომ მალევე თუ არ გავიკეთე ბრეკეტები მიაწვეს, ამიტომ მე ვერ გავუვლის. კავშირი თან ბევრჯერ დამსიზრებია, რომ წინა კბილები მცვივა. აუცილებლად სასწრაფოდ გავიკეთებ ბრეკეტებს. თან ისეთ პოზიციაში არის ეს კბილი, რომ ანუ ჩიკაგოზე მივდივარ მეთქი და ჩემ კბილებზე ვლაპარაკობ, მაგრამ რადგანაც გუში დავდევიდებ, ამიტომაც დავიწყე. თან საკმაოდ კარგი გამხმაურება ქონდა, просто გაინტერესდა და ამიტომაც. ეხლა შემდეგი ეტაპი არის, რომ სამი სიბრძნის კბილი ამოვიღო, როგორც წინა ვიდეოშიც ვახსენე. უითან დამავწდა ავტორჯიც წავისვი, ამიტომ ეხლა ავლებ აქ ჩემ თავი დავიკაცრე წამს. მოდი, დავიმატებ ასევე ბრონზერს, ესეთი გუჩის ლამაზი ბრონზერი მაქვს ნახეთ რა ლამაზი შეფუთვა აქვს. ძალიან მომენატრა ესეთი ვიდეოების ჩაწერა, ისეთ მეტი მონტაჟი და წოლება რო არ გიწევს და უბრალოდ ზიხარ და მართლა გულით საუბრობ. დამიწერეთ კომენტარებში თქვენს თუ გიყვართ ესეთი ვიდეოები და თუ მართლა გიყვართ, უბრალოდ მეც გადავიღებ ესეც, იმიტომ რომ რაღაცნაირად სხვა ტიპის ვიდეოებზე გადავერთე და ვივიწყებ ხოლმე ესეთ გამზადების ვიდეოებს, ისეთ ძალიან შინაურულს. არა და ყველაზე მეტად ეს ვიდეოები მიყვარს და ამ ვიდეოებით გამიცანით რეალურად მე პირადად ვიმატებ ფლაშსაც და ნახეთ ჯერ რა ლამაზი შეფუთვა აქვს, ეს არის Yves Saint Laurent-ის ფლაში და ფერს შეხედეთ რა ლამაზია. ანუ უბრალოდ აი შემიწერა ესა მეტოს და ვუყურო ისეთი ლამაზია და არ მინდა რომ დამთავრდეს და ესეთი ულამაზესი ეფექტი აქვს ყურემალებზე, ძალიან მომწონს. არის პრინცესული ფლაში არის, თან ოდნავ ბზინვარებაც აქვს და მოიცით უკვე თქვენ რომ ძალიან მიყვარს ბზინვარება და მიყვარს. ბოლქვიერი პროდუქტი იქნება რასკოს, მაგრამ ძალიან მიყვარს Benefit-ის highlighter-ი, რომელიც ყველაზე მაგარი highlighter-ია ჩემი აზრით, რაც კი არსებობს, იმიტომ რომ აი ესე აბზინვარებს ჩვენს კანს. ძალიან მიყვარს მართლა, აი ცხვირის წვეთს უბრალოდ შეხედეთ. თან არაფერს არ წავისვა, აი ოდნავ მოდი წარბთან დავიმატებ, იმიტომ რომ ქვემოთ არაფერს არ შევეხები. რეალურად გუშინ ბევრად გასაგებული მქონდა და ეხლა მიხარია რომ ცხრება. მაგრამ აი ესე წითლება აქვს და ცოტა ქვემოთ არის დაშვებული თვალები, მაგრამ არა უშავს, ესეც ჩაჯდება და არ არის სანერვიულო. სანერვიულო ერთი ის მაქვს, რომ წამწამების გაკეთება ძალიან მივაჩვია და კი მითხრა რამოდენიმე რომ წინა დღეს ვსვავთო ალერგიის წამოსო, მე იმ დღესაც და შემდეგ დღესაც და აღარ გვაქვს ალერგიაო, მაგრამ არ მინდა რომ გავუყრისკო, იმიტომ რომ დავიტანჯე. და თან თვალები ისეთი თემაა, რომ სახუმარო რა თქმა უნდა არ არის და ძალიან სირთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს თვალებს. რადგან თვალებზე აქცენტს არ ვაკეთებ, ვეცდები რომ დანარჩენი ყველაფერზე მსუბუქად, მაგრამ ლამაზად გავაკეთო აქცენტი და ოდნავ შევივსოთ წარბს. წარბს გელითაც დავიფიქსირებ, სხვათა შორის აი ბავშვობაში მგონი 15 წლის ვიყავი, წარბის გაკეთება რო დავიწყე და ამ იმ პერიოდის ფოტოებს რო უყურებ, რა მინდოდა არ ვიცი, მაგრამ მას მე ხელი არ მეხლია. ერთადერთი სულ ოდნავ ფორმას ვაძლევ ხოლმე აი ამ ადგილებში რომ ამოვიღო და ეხლა როგორც მაქვს ძალიან მომწონს. გადავიდეთ ჭორბლებზე, მაგრამ ჭორბლებს არ დავიმატებ დღეს და ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს ეს პატარა ხრიტი. თან სანდროს დაცმოდის მასაც უნდა გავუკეთო მაკიაჟი, ამიტომ ეხლა უკვე მოვჩები მალევე. აი ჩემი ხალები რაც მაქვს სახეზე, მოიცა გავჩუმდა. აი ესე დავიტან, ანუ უფრო რომ გამოჩნდეს და არ დაიმალოს მაკიაჟის ქვეშ, ტონალური კი არ მისვია, მაგრამ უფრო რომ გამოვკვეთო, ძალიან მომწონს. განსაკუთრებით მომწონდა მას მერე, რაც ესე გაკეთება რომ დავიწყე, ბევრმა შეამჩნია და მითხრა რომ ძალიან გიხდებაო ესე გამოკვეთილი ხალები ვითო და მეც ძალიან მომწონს. აქ რეალურად წითელი ხალი მაქვს. მაგრამ წითელი რო ანერობს მიშლის და ამასაც ვაფერადებ. ტუჩზე რა თქმა უნდა Benefit-ი და მარიოს ჩემი საყვარელი ტუჩის ლაინერი. ცოტა ვარდისფერი ესეთი კურთხლის ტუჩების ფერი გლოსი ცენტრში. დამზადვარ მეგობრებო, დავიწერეთ კომენტარებში რამდენი ქულით შევფასებთ 1-დან 10-მდე ამ მაკიაჟს. სხვათა შორის ამ ბოლო დროს ესეთი ბუნებრივი მაკიაჟი უფრო მომწონს, ვიდრე დატვირთული და თითქოს თვალებიც დავმალე ფლაშით გაერთიანდა ყველაფერი ერთად. კოცნით.